ამაზე არ იდარდეთ. თავს არ მაბეზრებთ. თქვენს მამაშვილობასთან დაკავშირებული ამბების მოსმენამ სიამოვნებს. შეიძლება ასე ჩემი გაუბედურებული ბავშვობის კომპენსირებას ვახდენ. არ ვიცი. დაუფიქრებად ვიქცევი. ბოდის გიხდით. არა, მართლა არ წუხდები. ყველას რაღაცის დანაკლისი გვაქვს, თუმცა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არის, გამოც უფალს მადლობა უნდა შესწიროს. რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ თქვენს დანაკლის თუ ხშირად არ გაგახსენებთ, უმჯობესი იქნება. მამა რომ არ მყავს, ამის გამო სხვებზე ჯავრი არ უნდა ვიყარო. რა თქვენი ბრალია? ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრებიდან კარგი ამბების მოსმენა მეც მაბედნიერებს. მასთან ვარ ბატონო თურგუთ, ველოდები წასვლას როდის გადაწყვეტს. დედა, ცოტა ხნის წინ თვითონ ამბობდი, ჩემს უდანაშაულობას თუ ვერ დავამტკიცებ, შვილები არ დამიჯერებენო. წარმოიდგინე, ეს მამდა ჩეთინმა სიმართლე რომ გაიგონ. დედა დაგიძახონ და ჩაგიხუტონ. შეიძლება ის ჰალილი ისევ არ მოვიდეს, ისევ მოგვატყუოს. მაგრამ ცდად ღირს. იმედგაცრუების გეშინია. არ გინდა რომ ისევ მოტყუვდე, მაგრამ მცირე შანსი ისევ გაქვს. უნდა ვცადოთ. ვცადოთ შვილო. წავიდეთ სეჰერ. ჩემი შვილების გამო სიცოცხლის დათმობაც მიღერს. ჩემო ძვირფასო, დასაკარგი არაფერი გვაქვს. ახლავე წავიდეთ, არ დავაგვიანოთ. წავიდეთ შვილო. ღმერთი თქვენსკენ, ჩემო კარგებო, წარმატებებს გისურვებთ. ღმერთო ამჯერად შეეწია, იმედს ნუ გაუცრუებ. ადამიანი დედმამისგან სწავლობს, მათ ქცევას იმეორებს. ღმერთი თუ ინებებს და მამა გავხდები, ვეცდები ჩემი შვილი ისე აღუზარდო, როგორც მამამ ზრდიდა. ვეცდები მამასავით თბილი, პატიოსანი, მზრუნველი და მოსიყვარულე ვიყო. ღმერთ მაგნას. ზოგჯერ ადამიანი იქანაც სწავლობს, რაც არ უნახავს. არ გამოუცდია და მის ცხოვრებაში არ ყოფილა. მაგალითად მომავალში თუ დედა გავხდები, ყველანაირად ვეცდები დედა ჩემს არ დავამსგავსო. რაც მან დამაკლო, იმ ზრუნვას და სიყვარულს საკუთარ შვილებს მივცემ. მათ გულს არასდროს ვადგენ. ისეც არაფერს ჩავიდენ, რომ ბავშვები დავადარდიანო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. დაგანაღვლიანეთ, ვთხოვთ მაპატიეთ. მგონი სასაუბრო თემის შეცვლის დროც მოვიდა. რა სიტყვით, კიდევ თითო ფუნთუშა არ შევუკვეთოთ? კარგი იქნება. დედა, ახლა ხანს მოვედით. იმედს ნუ დაკარგავ. მოდი დავსხდეთ. კარგი შვილო, დავსხდეთ. ცოტა დარჩა ჰალილ. საბრალო ქალს 20 წელი მოპარე. დრო ამაზე პასუხი აგო. ამ ტვირთწლების მანძილზე ატარებდი. დროა მოიშორა. მართალი ახლობლებს და საყვარელ შვილს გულს ატკენ. ჩადენილისთვის დაისჯები კიდეც, მაგრამ სინდისის კენჯნას აღარ იგრძნობ ჰალილ.
გასაგებია ბატონო თურგოთ. ხო მიცოდი რომ მარტივი არ იქნებოდა ბატონო ჰალილ. თავი ხელში აიყვანე. უკან დასახევი გზა აღარ გაქვს. გმადლობ. ბატონო ომერ. ღმერთო ჩემო. გემოდარებით დამეხმარეთ. რა მოხდა? ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ბატონო ომერ, სასწრაფოს დაურეკეთ. გთხოვთ. დაურეკეთ. სასწრაფოს დაურეკეთ. ბატონო ომერ. ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. უკაცრავად, თუ შეიძლება ორი ჩაი მოგვიტანეთ. კარგი ქალბატონო. ომერის სიცოცხლე შენთვის ასე უმნიშვნელოა ბატონო ჰალილ. ბევრჯერ გაგაფრთხილე, მაგრამ ამის გაკეთება მაიძულე. დამატებით რამეს ხომ არ ინებებთ? არა, გმადლობთ. ისევ არ ჩანს. ხომ გითხარი არ მოვამეთქი? დედა, დამშვიდდი. მოდი ჩაი დავლიოთ. შემომხედე რა მშვიდად ვარ. თავი ხელში აიყვანე. გთხოვ. პოლოდიმაზე იფიქრე, რომ ის კაცი მოვა და შენი უდანაშაულობის დამტკიცებაში დაგეხმარება. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ესმა ადვოკატია? ყველაფერს მოვუყვებით და დაგვეხმარება. იმედია მოვა.
ჯერ ჩემი თვალით უნდა ვნახო. მისი ხმა გავიგო. დანარჩენს მოვაგვარებთ. არა. ომერს არაფერს დაუშავებდა. არა. უბრალოდ ჩემს შეშინებას ცდილობს. ამ დროს სად უნდა იყოს? ოფისში იქნება ან საქმიან შეხვედრაზე. მიპასუხე, შვილო, მიპასუხე. თუ გიყვარ ვარ, მიპასუხე. ღმერთო დაეხმარე. ბატონო ომერ. არ მოკვდეთ. გემუდარებით. სასტრაფოს დაურეკეთ. ღმერთო დაიფარე. სასტრაფოს დაურეკეთ. ომერ. გემუდარები, შვილო, მიპასუხე. ჩემო ბიჭო. მიპასუხე, გთხოვ. ბიდი ჰალილ. მიპასუხე, შვილო. ღმერთო, ჩემი შვილი დაიფარე. ომერ, როგორ ხარ, შვილო? ჩემი ხმა გესმის? ბიდი ჰალილ. ესმა ვარ. ესმა? შვილო. ომერი სად არის? ომერი დაჭრეს, ბიძია. საავადმყოფოში მივდივართ. ომერ. შვილო. ჩაის ისევ ხომ არ ინებებთ? არა ბატონო, გმადლობ. ადექი შვილო, წავიდეთ. დავიცადოთ, დედა. არ მოვა, შვილო. არ მოვა. არ ვიცი რატომ გადაიფიქრა. ალბათ შეეშინდა, ან შეიძლება უბრალოდ დამცინის. ხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ აქ ტყუილად ვიცდით, შვილო. შენთვის ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას რომ ვცდილობდი, არც მაშინ მოსულა. არც ახლა მოვა. ფუჭი მეც ნუ ჩავებღაუჭებით. მეც ვეღარ დაველოდები. ისედაც ცოტა დრო მაქვს დარჩენილი. უმიზნოდ ვერ გავფლანგავ, ვიცი რომ არ მოვა. შენც წამოდი. ტყუილად ნუ დაელოდები. დაველოდები, დედა. შენ შეგიძლია წახვიდე. მესმის რომ იმედი აღარ გაქვს და დანებდი, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ის კაცი მოვა. არ მოვა, სეჰერ. არ მოვა. ომერ.
არ მოვა სეჰერ. არ მოვა. მაშინ წერილი რატომ მოგწერა? აქრისთვის დაგვიბარა. არ ვიცი რატომ გადაიფიქრა. ალბათ შეეშინდა ან შეიძლება უბრალოდ დამცინის. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ აქ ტყუილად ვიცდით შვილო. შენთვის ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას რომ ვცდილობდი, არც მაშინ მოსულა. და არც ახლა მოვა. ასე მოგცევის უფლება არ გაქვს. ვინ ხარ? ვინ ხარ? ასე შეუბრალებლად რატომ გვექცევი? შვილო, ომერი სად არის? აქ მოუყვანიათ. არ ვიცი ბიძია. ჩემო ომერ, შვილო. უკაცრავად? კარგად ხართ? ომერი სად არის? ჩემი შვილი როგორაა? კარგი ბიძია, შენ შვილს ახლა ვიპოვე. დამშვიდდი. ბიძია ჰალილ. ესმა შვილო, ომერი სად არის? გთხოვ, მითხარი რომ ცოცხალია. თქვი რომ სუნთქავს. მითხარი რომ ცოცხალია. ცოცხალია. ომერი ძლიერია. აუცილებლად გაუძლებს. არ მესმის ბიძია ჰალილ. ომერს რას ერჩოდნენ? ის ხომ არავის აწყენინებდა. მისი მოკლა რატომ გადაწყვიტეს? ვერ ხვდები ასე რატომ გაიმეტეს? ვინმე ხომ არ დაინახა რომ ესროლა. ოჯახ. ახლა კარგად მომისმინე. იარაღი თავიდან მოიშორე და ცოტა ხნით არსად გამოჩნდე. ჰალილ. ხომ გითხარი მამების ცოდვაზე პასუხს შვილები აგებენ მეთქი. ჩემზე ტყუილად ნუ გაბრაზდები. ყველაფერი შენი ბრალია. ძალიან დანაღვლიანებულია. გაუნძრევლად ზის და ხმას არ იღებს. ექიმო, ჩემი შვილი როგორ არის? ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. სისხლდენის შესაჩერებლად ოპერაცია უნდა ჩაუტაროთ. ქალბატონო, თუ შეიძლება პაციენტი ოპერაციისთვის მოამზადეთ. ახლავე ბატონო ექიმო. ექიმო, ძალიან გთხოვთ, შვილი გადამირჩინეთ. ღვთის გულისთვის უშველეთ.
არ მოვიდა, ხომ ასეა? არ მოსულა. მართალი იყავი. წლების წინ წერილი რომ მივიღე ძალიან გავბედნიერდი. მეგონა ეს კაცი ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებაში დამეხმარებოდა. ყოველდღე ვამბობდი იქნებ დღეს გამოჩნდეს მეთქი, მაგრამ ის დღე არასდროს დადგა შვილო. დარწმუნებული ვარ რომ არც დადგება. ჩემსავით ტყუილად იმედი ნუ გექნება შვილო. არ მოვა. არასდროს არ მოვა შვილო. რადგან გამოჩენას ვერ ბედავს? თვითონ მოვძებნი და ვიპოვე. ვიდრე სიმართლეს არ იტყვის თავს არ დავანებებ. ხომ ხედავ, იცის სად ცხოვრობ, ვისთან მეგობრობ, აშკარად ჩვენს შორი ახლოს ტრიალებს, სადღაც აქვე ცხოვრობს. ვიპოვე. სეჰერ. აზრი არ აქვს შვილო. გასაფლანგი დრო აღარ მაქვს. მინდა რომ დარჩენილი სიცოცხლე შვილებთან ბედნიერად გავატარო. იმ კაცის ძებნას ნუ დაიწყებ. ჰალილის სახელის გაგონებაც აღარ მინდა. თუ პატივს ვცემ, იმ კაცის ძებნას თავი დაანებე. ამაზე არც იფიქრო შვილო. გისმენ ძმაო? რას ამბობ, შეუძლებელია. ეს როლეს? რომელს ავადმყოფოშია? ღმერთმა დაიფაროს. კარგი. გოგოებო, ბატონი ჰალილის ვაჟს ომერს ესროლეს. რა? მართლა ჩემო. საავადმყოფოში წაიყვანეს, ოპერაციას უკეთებენ. ღმერთმა დაიფაროს. იმედია იცოცხლებს. ეგთანო, ჩემი ვაჟი როგორ არის? გადარჩა? ძალიან გთხოვთ, მითხარით რომ კარგადაა. ჯერ დასკვნის გაკეთება ნაადრევია. თქვენს ვაჟს სისხლის
ბატონო ომერ. მადლობა ღმერთს გონს მოხვედით. კარგად ხართ? ჩემო ომერ. ძალიან შეგვაშინე, როგორ ხარ? თავს უკეთ გრძნავ? ტკივილი ხომ არ გაწუხებს? ცოტა მტკივა. მაგრამ კარგად ვარ. ქალბატონო ესმა. თქვენს დაშავდით. არა. თქვენთვის სისხლის შეჩერებას რომ ვცდილობდი, პერანგი მაშინ დამილაქავდა. თქვენთან ვალში ვარ. სიცოცხლე შემინარჩუნეთ. გმადლობთ. ბალში უფრო იფექტთან ხართ. თქვენი სიცოცხლე მან გადაარჩინა. კრიტიკულ მომენტში სისხლი გაიღო. მადლობ იფეკ. მართლა სიკეთითვე გადაგიხადოს. რას ამბობ ომერ? მადლობა და არ ღირს. თავარია კარგად იყო. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağı.